ესტონეთის კანონის მიხედვით ღამით ყველამ უნდა ატაროს ამრეკლი. ვინც ამრეკლს არ ატარებს, ის ჯარიმდება. დღეს ჩვენ ავუხსენით ბავშვებს, თუ რამდენად აუცილებელია იყო ხილული ღამით. ჩვენ ვაჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, თუ რამდენად ხილვადები არიან შავ ტანსაცმელში, ღია ფერის ან თეთრ ტანსაცმელში და რამდენად კარგად ჩანან, როცა ამრეკლი უკეთიათ. სქემაზე ჩანს, რომ მძღოლი, რომელიც მგზავრობს ღამით, მუქ ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანს ამჩნევს 10-20 მეტრში, თეთრ ტანსაცმლიანს 40 მეტრში, ხოლო ფეხით მოსიარულეს ამრეკლით 150 მეტრში. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტები და ავუხსენით ბავშვებს, თუ როგორი ფერის ტანსაცმელი უნდა იცვათ ღამით და როგორ გამოიყენონ ამრეკლი. ერთ-ერთ ექსპერიმენტში გზაზე დავაყენეთ შავი თოჯინა. ავტობუსით მგზავრობდით სხვადასხვა სიჩქარით და დავაკვირდით შედეგს. ავტობუსი მოძრაობს სიჩქარით 70 კმ/სთ. ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან გზას. უცებ გზაზე ჩნდება შავი ფიგურა და ბავშვები ყვირიან. მძღოლი სწრაფად ამოხრუჭებს, მაგრამ მანქანა ვერ ასწრებს გაჩერებას და ეჯახება შავ თოჯინას. შემთხვევით, თოჯინის ნაცვლად გზაზე ადამიანი რომ ყოფილიყო, ის მოხვდებოდა ავტოავარიაში. სირთულე ის არის, რომ მძღოლი ღამით ვერ ხედავს ფეხით მოსიარულეს. ფეხით მოსიარულეს კი ჰგონია, ის ხილვადია. ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუძღვეთ. ღამით უსაფრთხოდ რომ ვიგრძნოთ თავი, ყველაზე ცოტა რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, ან გავიკეთოთ ამრეკლი.